და Ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. დღეს მინდა ვისაუბროთ მეორე სახარების შესახებ, სადაც მოვისმინეთ თუ როგორ განკურნა ჩვენმა უფალმა ბრმა ადამიანი. როდესაც წმინდა მამები ამის შესახებ საუბრობენ, ისინი რა თქმა უნდა ამ ეპიზოდში სახარებისა მხოლოდენ ხორციელი თვალის სიბრმავისაგან განკურნებაზე არ საუბრობენ და რა თქმა უნდა ამ ისტორიის სულიერ მხარეზე საუბრობენ და ვიხსნიან ჩვენ თუ რას ნიშნავს ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, გავმეორდები სულიერ სიბრმავის უშუალო ხაზს. აი წინა სახარებაც რო წავიკითხეთ, ნახეთ მაცხოვრის საკადაგებლად გამოსვლას, როდესაც ეხება რას ამბობს, ხო? გალილეა წარმართა, ერი რომელიც ხდა ბნელსა შინა იხილა ნათელი დიდი. ნახეთ ანუ ადამიანი როგორც ერთი კონკრეტულად ერთი ადამიანი კერძო პირი, ისევე მთელი კაცობრიობა ქრისტეს გარეშე სახარება ამბობს რომ არის ბნელში. მოვიდა ქრისტე, იწყებს ქადაგებას და აგერ უკვე 21 საუკუნეა ეს ქადაგება გაისმის სამყაროში იმ ხალხისთვის, ვინც ბნელში ზის, მაგრამ სამწუხაროდ რაღაცა ნაწილი ადამიანებისა კვლავ არჩევს ისევ სიბნელეში იჯდეს. და კიდევ ერთხელ გავმეორდები. სიბნელე სახარება უწოდებს, სიბნელეს უწოდებს ქრისტეს არ ცოდნას, მისი სწავლების არ ცოდნას. და მართლაც თუ მიმოვიხედებით ჩვენს გარშემო, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ქრისტე და მისი მცნებები საერთოდ მიუღებელია. მათთვის ის ცხოვრების წესი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, არის სავსებით საკმარისი და მათ ვერც კი გაუაზრებიათ, რომ არსებობს სხვა სამყარო. აი წარმოიდგინეთ ბრმა ადამიანი, ხორციელად ბრმა ადამიანი, რომელმაც არ იცის რა არის ხილული ნათელი. არ იცის რა არის ხილული ნათელი, შენ ეუბნები რომ იცი რა? შეიძლება არსებობს თქვა საშუალებები, რითაც მე შემიძლია შენ მოგეხმარო დღეს თქვა ექიმები არიან და ხილულ ნათელს დაგიბრუნებ, მოგცემთ. მაგრამ ეს ადამიანი გაჯიუტდეს და თავს რომ არ მინდა კაცო, რა ნათელი, რის ნათელი. აი ესევე დავიბადე, ესე უნდა ვიცხოვრო. აი დაახლოებით ადამიანები, ვინც არჩევენ რომ იცხოვრონ თავიანთი საკუთარი ნებით და არ მოусმინონ ქრისტეს, არიან აი ესეთი ადამიანები. ემსგავსებიან უпростоრეთ ასეთ ადამიანებს. უამრავია ხო ჩვენს გარშემო ისეთი ადამიანი, ვინც მაგალითად დასცინის ისეთ მცნებას მაცხოვრისას, რომელიც ამბობს რომ უნდა გიყვარდეს შენი მტერი. დასცინის ისეთ მცნებას მაგალითად მაცხოვრისას, რომელიც გეუბნება რომ თუ ერთ ლოყაში გაგარტყავენ, მეორე მიუშვიე. დასცინის მაგალითად ისეთ მცნებას, რომელიც ვასწავლის რომ პირადი შეურაცხყოფა უნდა მოვითმინოთ. დასცინის ისეთ მცნებას მაცხოვრისას, რომელიც გვეუბნება რომ ქონება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ეს ჩვენი არ არის, არამედ ღვთის მიერ ჩვენზე ბოძებული არის იმისთვის რომ გავანაწილოთ. გავუყოთ მათ, ვისაც ჩვენზე ნაკლები აქვს. ეს სია ძალიან დიდხან შეიძლება გაგრძელდეს. ესეთი ადამიანები ჩვენს გარშემო არსებობენ და ისინი კმაყოფილნი არიან იმ ცხოვრებით, როგორც ცხოვრობენ. გონიათ, რომ ბედნიერება არის სწორედ აქ, ამ დედამიწაზე საძიებელი
და იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ისინი მას ეძებენ. თავიდან ბოლომდე ხორციელ ტკბობაში. და ფიქრობენ, რომ ამ სამყაროს მეტი სხვა სამყარო არ არსებობს, ამიტომ უნდა ვსვათ, ჭამოთ, იმიტომ რომ ხვალ დავიხოცებით. ესეთი ადამიანები ჩვენს გარშემო არსებობენ და მათი თავისუფალი არჩევანია დარჩნენ სიბრმავეში და არ მივიდნენ ნათელთან. მაგრამ დღეს ამ ადამიანებზე არ მინდა რომ გესაუბროთ. მათი ხვედრი ნათელია და თავისუფალი არჩევანით მათ ეს აირჩიეს. მაგრამ ჩვენზე უნდა დავფიქრდეთ, ჩვენ ვინც ვამბობთ, რომ ჩვენ მივიღეთ ქრისტეს ნათელი. ჩვენ გვინდა რომ მისი მცნებების მიხედვით ვიცხოვროთ. წეღა რაც ჩამოთვალე ახლა სიტყვა რომ ძალიან არ გამიგრძელდეს, ეს მცნებები. რომელსაც ადამიანი, რომელსაც თავისუფალი არჩევანით სიბნელი აქვს არჩეული დასცინის. ჩვენ, რომლებიც არ დავცინივართ, ვასრულებთ. არც ჩვენ ხომ არ ვასრულებთ ამას. აბა ჩვენ რა გამოვდივართ მაშინ? ჩვენ გამოვდივართ უკვე ადამიანები, ვისაც გააზრებული გვაქვს, რომ ბრმები ვართ. როგორც ეს ბრმა, დღევანდელი სახარებისეული ბრმა. ამ ბრმას გააზრებული აქვს, რომ ბრმა და შველას ეძებს. ჩვენ ვართ ესეთი ადამიანები, ვინც გავიაზრეთ, რომ არსებობს სხვა ნათელი. არსებობს სხვა სამყარო, სადაც ჭეშმარიტი სინათლეა. სადაც ჭეშმარიტი ბედნიერებაა. ვიცით ეს და ვიცით, რომ ეს არის ქრისტე და მისი სწავლა. მაგრამ ამ ბრმასავით, ამის შესახებ არაფერი, უბრალოდ ვიცით, რომ არსებობს, თორემ რეალობაში ეს როგორია? არ გვესმის. სწორედ ამიტომაც ალბათ ყველასთვის გასაგები იქნება, რომ ვერ გვესმის, რას ნიშნავს მეორე ლოყა მეუშვირო. როგორ? არ გვესმის შეურაცხყოფა, როგორ უნდა მოვითმინოთ და ვერ ვითმენთ. ფაქტია, ეხლა ამას რაღაც განსაკუთრებულს ხომ არ ვამბობ. ვიცით, სახარებიდან ვიცით, რომ ესე არის. ვიცით, რომ თუ ესე მოვიქცევით, ქვეყნიერების შემოქმედ სათნო ვეყოფით და გვეუბნება, რომ თუ ესე მოიქცევით, მარადიულ ნეტარებას დაიმკვიდრებთ. ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ ვაკეთებთ. იმიტომ ვერ ვაკეთებთ, რომ არ დაგვინახავს ის ხილული ნათელი. რეალობაში ვერ ვხვდებით, ბრმას როგორც გინდა აუხსენი, რა ლამაზია სამყარო. და თუნდაც ერთი ყვავილი, ერთი ვარდი ან შროშანი, როგორი ლამაზია, ბრმას რამდენიც გინდა ელაპარაკე, ვერ გაიგებს. წარმოისახავს რაღაცას, მიხვდება რაღაცას ის, მაგრამ რომ დაინახავს, ეს სხვა სამყარო იშლება მის წინაშე. ჩვენ ზუსტად ესეთი სულიერი ბრმები ვართ. და ამიტომაც გვიჭირს იმ ცნებების შესრულება. ამიტომაც ამ ბრმასავით, ნახეთ, ამ ბრმის რო კითხულობ ადამიანი განსაკუთრებით დამწყები სახარებას, მთლიანად სახარებას და ვთქვათ ეს ეპიზოდი ავიღოთ. განცვიფრდები და გაკვირდება ადამიანი, რომ ბრმას თვალი აუხილა მაცხოვარ. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. რა არის გასაკვირი იმაში, რომ ქვეყნიერების შემოქმედმა, ვინც ეს თვალი თვითონ შექმნა, იმან იმ თვალს ნათელი დაუბრუნა, ამაში რა არის გასაკვირი? არაფერი არ არის. გასაკვირი არის ამ ბრმის მდგომარეობა. როგორი მზაობა აქვს, წარმოიდგინეთ. როგორი მზაობა აქვს, რომ როგორც კი გაიგონა, რომ იესო მოდის, იმ წუთას წამოხდა და დაიწყო ვედრება. ისე რომ არ ბრკოლდება, არავის არ უყურებს, არავინ არ აინტერესებს. ეუბნებიან, გაჩუმდი, გაჩერდი, არ ჩუმდება. ნახეთ, როგორი მომზადებული არის ქრისტეს მისაღებად. ხედავთ, მაგრამ რადგან ბრმა არის, ჯერ იესო ძეო დავითისო ეძახის. მაგრამ როგორი მზაობა აქვს. ასეთი მზაობა არ გამოუვლენიათ იმ ადამიანებს მაცხოვრის ამ ქვეყნიურად ცხოვრების დროს, ვისაც პირდაპირ მოვალეობა ჰქონდათ
რომ ხალხისთვის ემცნოთ მაცხოვრის მოსვლა, ქრისტეს დაბადება. მათ არ გამოუვლენიათ ესეთი მზაობა. ეს კი ავლენს ამ მზაობას. ევედრება და იღებს ესე ვთქვათ თავის ათხოვარს, ხო? აი ესე უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენთაგანი. მზად უნდა ვიყოთ, მარაჯამ საკუთარ თავს უნდა განვამზადებდეთ. არ უნდა ჩამოვყაროთ ხელები, თუ რაღაცა პერიოდი გადის და ჩვენთვის სახარებისეული მცნებები ისევ ისეთი უცხო რჩება, როგორც თავიდან. არ უნდა ჩამოვყაროთ ხელები, არც ამ ბრმას მიუღია ყურნება, ხო, პირველივე დღეს. იჯდა ქალაგარეთ, იჯდა და ევედრებოდა და იმედს არ კარგავდა. იმიტომ რომ იმედ დაკარგული საიდან ვიცით ეს? იმიტომ რომ იმედ დაკარგული ადამიანი ესე მალიად არ წამოხტება და არ დაიწყებს ვედრებას. მას იმედი ჰქონდა. იმედი ჰქონდა და ეს იმედი არ გაუცრო. აი ჩვენც ესე უნდა ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ. რაც არ უნდა დიდხანს გრძელდებოდეს ჩვენი ბრძოლა. იმედი არ უნდა დავკარგოთ. მარაჯამს ქრისტეს უნდა ვევედრებოდეთ. სუსტები არ უნდა ვიყოთ. აი სუსტი ადამიანისთვისებაა, ხო, რაღაცას გადაწყვეტს რომ გააკეთოს, მერე ვიღაცა მოვა ეთქვის ეგ-ეგრე კი არა, ესე გააკეთო, შეცვლის თავისას, ისე ისე აკეთოს. მერე კიდე ვიღაცა მოვა, ისე გააკეთოს. კიდე ვიღაცა მოვა, კიდე შეცვლის. და მთელი ცხოვრება ესე აკეთით ეხეთქება კლდეს, კედლებს. ქრისტიანი ადამიანი უნდა იყოს მტკიცე გადაწყვეტილებაში. ისეთივე მტკიცე, როგორიც ეს ბრმა იყო. და უნდა ევედრებოდეს ბოლომდე უფალს, უფალო მიშველი. აღიარებდეს რომ უფალო ბრმავა, ვერ ხედავ, აი არ მესმის, როგორ უნდა გავაკეთო. არ მესმის. შენ მეუბნები რომ ამ ქვეყნის ცხოვრების აზრი არ არის სმა და ჭამა და დროს ტარება. მაგრამ მე რაღაც ამაში ვხედავ. ზუსტი ვარ, ამაში ვხედავ ჩემ იმას. ბრძოლობ, წვალობ, ყოველდღე ვიძახი რომ დღეიდან ამას აღარ ვიზა, მაგრამ არ გამომდის. აი აქ უნდა ევედროს ადამიანი რომ ღმერთო დამანახე. დამანახე რომ ამაში არ არის ჩემი ცხოვრების აზრი. რომელიღაცა ვნების დაკმაყოფილებაში. ღმერთო დამანახე რომ ჩემ რისხანებას რომ დავაკმაყოფილებ და ვიღაცას გამოლანძღავ, ეს ბედნიერებას მე არ მომიტანს. პირიქით, დამანახე ეს როგორ აზიანებს ჩემ სულს. მიხვდით ხო რისი თქმაც მინდა, თუ არ დაინახე, ისე ვერ აკეთებ, ვერ ხვდები, ვერ იაზრებ და როგორ გააკეთებ. ბრმას რაც გინდა უთხარი დახატე რაღაცა ვერ ხატავს, არ იცის და როგორ დახატოს. საიდან დახატავს, ხო? აი ჩვენც ესე ვართ, რაღაცას რო ვერ ამარცხებ ადამიანი, რომელიმე ვნებას არ აქვს მნიშვნელობა. კიდევ ვიმეორებ, სიმთვრალის ვნება იქნება, სიწვამრუშობის ვნება იქნება, მრისხანების ვნება იქნება, შურის ვნება იქნება, თუ რაც გინდა იყოს, რომ ვერ ამარცხებ ადამიანი ამ ვნებას. ეს ნიშნავს, რომ შენ ვერ ხედავ რა ზიანი მოაქვს მას შენთვის. და ვერ ხედავ მის ნამდვილ არსს. აქედან გამომდინარე ვერ ამარცხებ მას. ამიტომ უნდა მოხმოდრეკილი ევედრო ღმერთო გეხვეწები, ღმერთო დამანახე. მომეცი ძალა შემახედე რა არის ეს რომ გამოსწორდე და სწორად ვიარო. ეხი არ წავაბორძიკო და არ წავიქცე და ცხვირპირი არ დავიმტვრიო. აი ეს არის მთელი ჩვენი ქრისტიანების ცხოვრების აზრი. რომ ღმერთს ვევედროთ რომ სულიერი თვალი აგვიხილე, რომ დავინახოთ რა არის მართლა მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში და რა მეათეხარისხოვანი. რომ არ ვსდიოთ იმას, რაც მეათეხარისხოვანია, ამასობაში არ დავკარგოთ ის, რაც უმნიშვნელოვანესია. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ამ რეალობას ყველა ჩვენთაგანი დაეჯახება. ყველა. ადრე თუ გვიან ყველა დაინახავს ყველაფერს. ყველა მიხვდება თუნდაც აი მცნებების რაობას და არსს, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ. და ყველა მიხვდება რომ ჭეშმარიტება არის სწორედ ეს წიგნი. და იესო ქრისტეს სიტყვა, ხო? ეს წიგნი. ყველა მიხვდება. მაგრამ სამწუხაროდ
ღმერთმა ყველა საშოროს. ზოგიერთისთვის ეს მიხვედრა და ეს დანახვა იქნება ტანჯვა. მარადიული ტანჯვა. და ზოგიერთისთვის ღმერთმა ყველას მიმადლოს, ეს იქნება საუკუნო ნეტარი. მაგრამ ეს უნდა მოხდეს აქ ამ ცხოვრებაში, სანამ ადამიანი სუნთქავს. ადამიანს უნდა უნდოდეს და სჯეროდეს სახარების მანამ ის ცოცხალი. აი მაცხოვარმა ვინ ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან როცა ავიდა? ისინი ვინც მოელოდნენ მაცხოვარს. ისინი ვინც მაცხოვარს არ ელოდნენ, ისინი არ ამოუყვანია. ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა ისინი ვინც მოელოდნენ მას. ნახეთ? ამიტომ ჩვენც უნდა ჩვენი თავი უნდა ჩავრიცხოთ იმათ რიგებში, ვისაც ჯერა და ელოდება ყუდრეთით აღდგომას. ვინც ბრძოლობს და ცდილობს, რომ თავისი ცხოვრებით დაამტკიცოს, რომ მას სწამს, უყვარს და სჯერა ქრისტე და მისი მცნებები. აი ამათ რიგში თუ ჩავთვლით ჩვენ თავს, იძულებით, ძალდატანებით, წვალებით, მაშინ აუცილებლად და უეჭველად ჩვენი ღმერთი შეგვიწყალებს. და ადრე თუ გვიან, აი როგორც ამ ბრმას აეხილა თვალი და ხტუნახტუნით ადიდებდა უფალს და მისდევდა მას უკან, ისევ იქნებით ჩვენც. მაგრამ თუ ვიზარმაცებთ, თუ აუყვებით ხალხის ხმას, რომლებიც გვეუბნებიან, რომ იცა კაცო ახლა იცხოვრე რა, იყავი ჩუმა ჩვენთვის, იცხოვრე, ჭამესვი, კარგად იყავი, თავს ნუ შეიწუხებ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთი სასწაული ჩვენზე არ ახსრდება. რაც ღმერთმა გვაშოროს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვხოთ, შეგვეწიოს უფლის მადლი.